არაფერი არ მინდა დედამიწის გზურია. არც ახსნი თხოვ, არც ამის სიცოცხლე გადამიჯიროთ. მოვეხმაროთ, რომ გიორგი დამჭერთ ცოცხალი. იქ გაივის, არ გაივის აზრი აღარ აქვს უკვე, ოღონდ გიორგი დამჭერთ ცოცხალი. ყოველი წუთი, ყოველი წამი არის მნიშვნელოვანი მისი სიცოცხლისთვის. ქართული მედიცინისთვის აუხსნელი კუნთების სისუსტე თუ მეტაბოლური დაავადება. კვლევები გერმანიაში და ხანგრძლივი რეაბილიტაცია. 10 წლის გიორგი ჯიშკარიანს ბოლო თვეები ამხედველობის პრობლემა აქვს. უჭირს სიარული, კვირაში 3 ჯერ სჭირდება გადასხმა. საკვების მიღებისთანავე ეწყება ღებინება. ყველა ეს სიმპტომი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს. იმისათვის რომ გაირკვეს რას სჭირს გიორგის აუცილებელია მისი გერმანიაში გამგზავრება. ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს. აქვს კუნთების სისუსტე, ხშირად ავადმყოფობ, ხშირად სჭირდება გადასხმები, მაგრამ რა იწვევს ამ ყველაფერს ვერ გვეუბნებთ. ამჟამად ესაჭიროება კვლევა გერმანიაში, რომელიც არის სოლიდურ თანხებთან დაკავშირებული, ეს არის 25,000 ევრო, რომელიც არის ეს 25,000 ევრო გიორგის გადარჩენისთვის. ასე ვთქვათ. იმიტომ რომ თუ იქ ვერ წავიყვანთ გიორგის, შეიძლება რომ დავიღუპო მესამეჯერ. მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი მთავრობის და ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსი კერძოდ. მე მგონი ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი მიდის. თუ შვილის, თუ ვიღაცის დახმარებისთვის. ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს, მაგრამ ეს არის ჩემი მესამე შვილი. 4 შვილიდან დამრჩა 2 შვილი. იმედია ჯანდაცვის სამინისტრო ამას გაითვალისწინებს. იმ მდგომარეობას რომ ომში მართლა ყოფილიყო, ომში შეიძლება მოხდეს ეს, რომ 4 შვილიდან დედას 2 დაიღუპოს. 21 საუკუნეა. ყველაფერი შეუძლია ჩვენ თორებას არ ვართ ისე მისუსტებულები, როგორც ვიყავით რამოდენიმე წლის უკან. თხოვ უმორჩილესად გადამირჩინოთ მესამე შვილი. არარსებული დიაგნოზითა და არსებული სიმპტომებით გიორგის 2 ძმა ყავს გარდაცვლილი. 11 წლის თენგო ოჯახმა 2 კვირის წინ დაასაფლავა. დაავადება იწყება კრუნჩხვითა და ფატალური შედეგით სრულდება, რადგან მედიკოსებმა არ იციან რას ებრძოლონ. გიორგის ყავს 2 ძმა დაღუპული. 6 წლის გოგა და 11 წლის თენგო ჯიშკარიანი, რომელიც ჯერ კიდე ახსოვს ბევრ ქართველ ადამიანს, იმიტომ რომ იმ ბევრი ქართველი ადამიანის დახმარებით თუ საზღვარგარეთიდან იყო, თუ საქართველოშია, 2 თვე-ნახევარი იცოცხლა ამ ბავშვმა. ოჯახი მესამედ რომ არ დაიღუპოს აუცილებელია გიორგის ჯანმრთელობის გამოკვლევა გერმანიაში, მაგრამ სოციალურად დაუცველ ოჯახს არაფერი არ გააჩნია. სახლის შვილების ავადმყოფობის გამო იპოთეკით დატვირთეს, აუქციონზე გაიყიდა და შეიძლება ითქვას, რომ სხვის სახლში ცხოვრობენ, გასაყიდიც არაფერი აქვთ. სახლი გაყიდულია ამ ბავშვების გამო, უსახლოთ ვართ. ამ წუთში ჩვენ გაყიდულ სხვის სახლში ვცხოვრობთ, ამ წუთში ვისგანაც გამოვიტანეთ ფული, ვერ გავისურვე და მის სახელზეა სახლი გაფორმებული. სოციალურად მე ვარ მუშევარი, რა თქმა უნდა, ყავდა ხა ინვალიდი ბავშვი ისეთი რომ მისი დედა ვერსად ვერ წავიდოდა. მეუღლე მყავს და ისიც უმუშევარია. ბიჭი მყავს 21 წლის, ისიც უმუშევარია. სადაც მივიდა ბიჭმა შემოიარა ყველაფერი და სამსახური 200 ლარიანი და 300 ლარიანი სამსახური რო არის, ისიც ვერ იშოვა. ისიც ცოლ-შვილიანია. მყავს 10 თვის შვილი. სადაზღვეო კომპანია გიორგის მკურნალობას მხოლოდ საქართველოში აფინანსებს. პრობლემის დასაძლევად ოჯახი დახმარებას თითოეულ ჩვენგანს თხოვს. ყველამ რომ მიზერული თანხა გავიღოთ, გიორგის სიკვდილისაგან ვიხსნით და დედას მესამე შვილს გადავურჩენთ. არაფერი არ მინდა დედამიწის გზურია. არც ახსნი თხოვ, არც ამის სიცოცხლე გადამიჯიროთ. მოვეხმაროთ, რომ გიორგი დამჭერთ ცოცხალი. იქ გაივის, არ გაივის აზრი აღარ აქვს უკვე, ოღონდ გიორგი დამჭერთ ცოცხალი. ორგანიზმი ისე მისუსტდა 10 წლის ბავშვი 17 კილოა. ყოველი საათი, წუთი და წამი გადამწყვეტია, რომ მდგომარეობა ფატალურად არ დასრულდეს. გიორგის დახმარების მიზნით ბანკში ანგარიშია გახსნილი და ოჯახს საზოგადოების გვერდით დგომის დიდი იმედი.